საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი თემით. მოდი ახლა გავარკვიოთ ჩვენი პარტნიორი. თუ ფიქრობს ჩვენზე და რას ფიქრობს? დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გინდათ, მეგობარი, ამხანაგი, მეზობელი და გავარკვიოთ ახლა, რას ფიქრობს ჩვენზე. და დავიწყებ ახლა მისი დახასიათებით. მეგობრებო. ამ ადამიანს როგორ უნდა რაღაც სრულყოფილება, როგორ უნდა რაღაც აღიარება და როგორ ფანტაზიებში და ილუზიებში იმყოფება. როგორ მოულოდნელ ცვლილებებშია. როგორ პრობლემებშია და უნდა რომ ეს მისი პრობლემები მოაგვაროს. ბოლომდე მოაგვაროს და მერე დაისვენოს. მოულოდნელი ცვლილებები აქვს, რაღაციდან წასვლა აქვს, რაღაცის დასრულება აქვს, რაღაცის ზურგის შექცევა აქვს, მოკლედ ყველანაირი ხერხის გამოყენება უწევს და აბატონო თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში ახლა. ბრძოლობს რო იტყვიან გადარჩენისთვის. რაღაცის შეძენა უნდა, რაღაცის აშენება უნდა, რაღაცის გამოცვლა უნდა, თუმცა მოტყუებულია ახლა. რაღაც ახალ გზებს და ახალ შანსებს ეძებს სიყვარულს. როგორ არ ეძებს? იმ სიყვარულს ეძებს, რომელშიც მოტყუებული დარჩა თვითონ და მოკლედ იმ შესაძლებლობების ძიებაშია, რომელიც დაკარგაა და რომელსაც უკვე ფიქრობს, რომ არ განხორციელდება, იმიტომ რომ სამკუთხედებშია. კიდევ სულელი, თქვენი პარტნიორი სულელის არკანში ამოვიდა და სრულიად ნგრევებშია. გრევებშია ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მიჯაჭულობის კარტი ამომივარდა და მაგის კარტი, რომელიც ამობრუნებულია თავისი მანიპულაციებით, ეს ადამიანი ამობრუნებულია ჩემო ძვირფასებო და ამოყირავებულია. არ ვიცი, კარგია თუ ცუდია, მაგრამ ძალიან კარგია. ძალიან კარგია მეგობრებო. მოდით ახლა გავარკვიოთ, თუ ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული თქვენზე და რას ფიქრობს? თუ ფიქრობს თქვენზე და რას? და რას მეგობრებო? რა პრობლემები აქვს ამ ადამიანს? როგორ უნდა ეხლა რაღაცის მიღწევა და თავჩახრილი შრომობს მეგობრებო? შრომობს თავჩახრილი. რას ფიქრობს მეგობრებო და იმას ფიქრობს მეგობრებო, რომ რაღაცაში შეცდა, რაღაც ქონდა დამოკიდებულება რაღაცასთან და შეცდომებზე საუბრობს. რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ შესაძლებლობები დაკარგა, ხვავი დაკარგა, ბარაკა დაკარგვა, მემკვიდრეობა დაკარგა ზოგმა, თავისი ტყუილებით, თავისი რაღაც აქციელებით. აქ იყო ყველანაირი ხერხის გამოყენება. ადამიანმა, რომელმაც გამოიყენა ყველანაირი ხერხი და ეხლა ფიქრობს იმას, რომ ნანობს, რას ფიქრობს და ფიქრობს იმას, რომ შორს ხართ და ანათებთ. აი ასე, ფიქრობს იმას, რომ თქვენზე უძილობა აქვს, უბედურად გრძნობს თავს, გემალებათ თუ რაღაც მარტო არის, თუ მიტოვებული გრძნობს თავს და რაქნას აღარ იცის. რას ფიქრობს და თქვენთან მოჯაჭულია და სიახლეების დაწყება უნდა მეგობრებო. ამ სიზნელეებიდან და სირთულეებიდან და ამ უბედურობიდან გამოსვლა უნდა და ძალის მოკრება უნდა. ახალ იცით რას შვება? თითქოს ძალიან ბალანსი აქვს ამ ადამიანს დაკარგული და რაღაც ახალი ინტერესების გამოჩენა უნდა, სიახლეები უნდა. თუმცა მატერიალური პრობლემები აქვს ახლა და ეს უშლის ძალიან ხელს. რას ფიქრობს და ახალ გზებს მოძებნის, ახალ შანსებს მოძებნის. თუმცა ამისთვის მზად არაჯერ. ფიქრობს, გეგმაში აქვს ის, რომ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. თუმცა რაღაცას ფარული მოტივით ფიქრობს ეს ადამიანი. რას ფიქრობს კიდევ? რას ფიქრობს? რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ თქვენ მშვიდად ხართ, თუ თქვენთან ოჯახი ქონდა დაინგრა ეს ოჯახი. თუმცა თქვენ ძალიან მშვიდად ხართ. თქვენ მაინც მშვიდად ხართ. თქვენთვის სტაბილურად ხართ, თქვენთვის თქვენ ცხოვრებაში დაკავებული, ფინანსებიც გაქვთ, ყველაფერი გაქვთ, იქედან საიდანაც წავიდა და დაგტოვა, თქვენ მაინც ძალიან კარგად გამოიყურებით. ასე. და თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან დასვენებული ხართ, დამშვიდებული ხართ, სახე დაგიწყნარდათ, გონება დაგიწყნარდათ. ასე ზუსტად. რას ფიქრობს და უნდა რომ რაღაც ფინანსები მოიგდოს ხელში რო იტყვიან და მოვიდეს. თუმცა ძალიან სულჩაკეტილი ადამიანის პოზიციაშია, სულელის არკანშია მეგობრებო. რას ფიქრობს? იმას ფიქრობს, რომ კოშკი აქვს.
იმას ფიქრობს, რომ მოულოდნელად უნდა რაღაც მოსვლა და მანც არ იცის რა გააკეთოს. თვითონაც გაურკვევლობაშია. იმას ფიქრობს, რომ აქ რაღაც მას არ მოსწონს და იმას ფიქრობს, რომ რაღაც არის ნეგატივი ურთიერთობაში და ამის გამო არის სირთულეებში, ახლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აი ამას ფიქრობს. მოსვლას ფიქრობს, მაგრამ როგორ მანც არ იცის. კარგით, მოდი ახლა გავარკვიოთ. რა ემოცია აქვს თქვენს მიმართ, თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს? რა ემოცია აქვს, მეგობრებო და თქვენს გამო ეს ადამიანი სადღაც კამათობს. შეიძლება თქვენს სახელდობრ არ იცოდენ თქვენი სახელით, მაგრამ იციან, რომ ვიღაცა არის მის ცხოვრებაში. თუ თქვენ სამკუთხედში ხარ და თქვენ მესამე პიროვნება ხართ, თქვენს გამო ეს ადამიანი კამათობს. ეხლა გადართულია ფინანსებზე, თუმცა ძალა გამოლეულია. ძალიან ცუდათაა მეგობრები, მზე აღარ უნთია. ზე აღარ ანათებს მისთვის. ტრანსფორმაციაში ეს ადამიანი და ფიქრობს ეხლა ამ ტრანსფორმაციის განდეგილის პოზიციაში, სად დააშავა, სად შეცდა, ვინ მოიშოროს, ვისთან გააგრძელოს ურთიერთობა და რა ქნას იმას ფიქრობს ეხლა მეგობრებო. კი, წერტილი და ვსიო ამბობს. წერტილი და ვსიო. მოკლედ ამ ადამიანს უნდა რაღაცის დასრულება და რაღაც ახალის დაწყება და ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც კეთილგონიერება გამოიჩინოს და რაღაც შემოთავაზებებით მოვიდეს. აბატონო, მოვიდეს, მეთქინდა კარტი მოსulis. აი ბლოკებში ხართ, ვინც დაბლოკილი ყავთ, ვის დაბლოკილი ყევხართ. აქ იყო რაღაც ცუდი ამბების ენის მიტან-მოტანა აქვს. აქ არის სამკუთხედები, ვისთან ღალატია, ვისთან რა პრობლემებია, ვისთან ადამიანების ჩარევებია და თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან ცუდათაა ამის გამო. რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ ცუდათაა უთქვენოთ. მარტოა უთქვენოთ და ბალანსის შენარჩუნებას ძალიან ცდილობს. ამას არ გაჩვენებთ, რომ ძალიან ცუდათაა, თუმცა აი მოწერა უნდა. რას მოგწერთ? რას მოგწერთ და მოგწერთ იმას, რომ ნუ ხარ ხმლების პოზიციაში ჩემთანო. რას მოგწერთ და გადაწყვეტილების მიღება შენზეაო. სამყაროს იმედი აქვს. რომ ამ სირთულეებს მოუწესრიგებს, მოუგვარებს სამყარო და ყოყმანობს იმის გამო სამყაროს ელოდება მეგობრებო, ვერ წარმოვიდგინე, აი ეს ადამიანი ვერ წარმომიდგენია მეგობრებო. კიდევ რას ფიქრობს? იმას ფიქრობს, რომ გატყუებდათ თქვენ და მოტყუებული დარჩა თვითონ. ვიღაცებთან ძალიან ასაკშია სხვაობა. ძალიან ბევრი დამალული საიდუმლოებებითაა მოსული ეს ადამიანი, მოცული, თუმცა ძალიან თბილი და სიმპათიური გამომეტყველებით არის. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ცოლიანიც, ან ნაცოლებიც, რაღაც პარტნიორზე საუბრობს, თითქოს და ძალიან გულდამწუხრებულია, რო იტყვიან, რაღაც ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ახალ ურთიერთობას ეძებს, თუ სიყვარულის დაბრუნება უნდა და ახალ გზებს ეძებს და ახალ შანსებს ეძებს, მაგრამ ამ წუთას პრობლემებს ვერ აგვარებს. თუმცა თქვენთან ძალიან დიდი სიყვარული აქვს და უნდა რომ ამ სიყვარულით დაისვენოს და ბედი კიდევ უნდა სცადოს და უნდა რომ პასუხისმგებლობა აიღოს. აი ასე ჩემო ძვირფასებო, აბა კიდევ გარემ ჩავცლი ჩემს ამ კარტს და ვნახოთ რას გვეტყვის. ეხლა ძალიან ცუდად არის, ძალიან დიდი ბრძოლები უწევს, ეშინია რომ არ დააგვიანდეს თქვენთან მოსვლის თუ დაბრუნების, ახალ შესაძლებლობებს და ახალ გზებს ეძებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისთვის, უნდა ამ ყველაფერზე სამკუთხედებზე გამარჯვება, ეს ადამიანი ძალიან ბევრს კამათობს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცვლილებები აქვს და იმ ცვლილებებში სადაც იმყოფება, ჩემო ძვირფასებო, ის ცვლილებები არის მისთვის ძალიან მოულოდნელი და აი ნაძალადები, სადაც სხვა გზა არ აქვს. თუმცა, აი ეს სიყვარულება ამ ადამიანს, ბოლო კარტი არის იმის, რომ უნდა ქორწინება და ნიშნობა, უნდა ურთიერთობის აღდგენა და დაბრუნება ურთიერთობაში, ძალიან ბევრი მსმენელი ხართ და თქვენს სიტუაციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ. ამ ადამიანს უნდა ისევ სიყვარული, ისევ ნიშნობა, ისევ ქორწინება, ისევ ურთიერთობაში დაბრუნება, თუ განახლება ურთიერთობის, მეგობრებო და აბატონო და елოდეთ ამ ადამიანს. და მოდი მე კიდევ ვკითხავ კარტს, თუ თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? და თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? იფიქრეთ მეგობრებო იმაზე, თუ რა სიტუაციაში შეგიყვანათ ამ ადამიანმა და რამდენ კონფლიქტში შეგიყვანათ თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა, ასე რომ კარგად დაფიქრდით და დააკვირდით, როდესაც დაბრუნდება, რისთვის დაბრუნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. მე კი წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში მშვიდობიანი ღამე ყველას.